მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა მივდივართ დიღმის ჭალებში და უნდა გადავიღოთ სქესისაც თუ ასაკის განურჩევლად არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ძალიან საინტერესო ობიექტი. თქვენთვის საინტერესო და ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ასე რომ თხოვნა მექნება, რომ დარჩით და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მოვედით ლოკაციაზე, დავიწყებთ გადაღებას და ერთი თხოვნა მექნება, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ და ასე შემდეგ. დღეს გთავაზობთ და გაჩვენებთ 2020 წლის Toyota Supra-ს GR A9 Edition-ს. ჩვენ უკვე გამოვედით და დავიწყოთ მანქანის განხილვა, ვნახოთ როგორი მანქანა არის, როგორ დადის და ასე შემდეგ. დავიწყო მინდა სალონით და მინდა აღვნიშნო, რომ ტყავი და კარბონი გვხვდება თითქმის ყველგან. საჭე ძალიან მომწონს სიმართლე რომ გითხრა, ვიზუალურად არა, მაგრამ თვითონ მანევრირება და ფორმა ხელში როგორ ზის, რავი, მე პირადად ძალიან მომწონს და კომფორტულად ვარ ბოდიში. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მე არ ვარ პროფესიონალი პილოტი ან ავტობლოგერი ან რამე, მე ვარ უბრალოდ გაყიდვების ექსპერტი და ანუ ჩემს ემოციებს და შეხედულებებს ძალიან ისე გულწრფელად გიზიარებთ. ძალიან მომწონს მანქანიდან ხედვის არეალი. მიუხედავად იმისა, რომ სპორტული მანქანა არის, ანუ ხედვა მაქვს იდეალური სარკეებში წინ დაჟე უკანა ხედვის სარკეში ძალიან კარგად ხედავ და ვაკონტროლებ ყველაფერს. ვცადებ პარკირებაც და იდეალური არის, ნუ კამერაც მეხმარება და ასევე პარკინგ კონტროლიც იდეალურად მუშაობს. ანუ კომფორტული მანქანა არის სპორტულ მანქანასთან ერთად. თუ თქვენ შეიძენთ ამ მანქანას და ყოველდღიურად მოგიწევთ გადაადგილება, არანაირი დისკომფორტი და პრობლემა არ გექნებათ ამაზე. ძალიან მშვიდად, კომფორტულად იმგზავრებთ. რაც შეეხება სავარძლებს, მინდა აღვნიშნო, რომ არის ძალიან კომფორტული, ანუ ვერ გრძნობ იმას, რომ სპორტულ მანქანაში ზიხარ, ან მგონია, რომ რაღაცა ბიზნეს კლასის მანქანას მართავ ეხლა. მინდა დავამატო, რომ გვაქვს JBL-ის აუდიო სისტემა, რაც პირადად მე ძალიან მომწონს და შევამოწმე უკვე ჟღერადობა და აღფრთოვანებული დავრჩი. და მინდა ისიც გითხრათ, რომ პირადად მე როცა მანქანის საყიდლად წავსულ ვარ და მიყიდია, პირველს რასაც ვამოწმებდი, იყო ეს მუსიკა, აუდიო სისტემა და მე მიმყავდა ხელოსანი. მოდი ახლა ჩავაჭიროთ გაზს და ვნახოთ როგორ დადის ეს Toyota Supra თუ BMW. აუ, არა, ძალიან მაგარია. ცოტა გავიარეთ, გაზს ჩავაჭირეთ და მინდა გითხრათ, რომ ემოციები მაღალ დონეზეა. საერთოდ არ ველოდებოდი, რომ მსგავს ემოციებს დამიტოვებ და მსგავს შეგრძნებები. როგორც აღვნიშნე, მე არ ვარ პროფესიონალი პილოტი, მეც ერთ-ერთი თქვენგანი, თქვენნაირი ავტომოყვარული ვარ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უძრავ ქონებასთან ერთად გაყიდოს მოძრავი ქონებაც. აქედან გამომდინარე, ეს ემოციები არის როგორ გითხრათ, სრულიად გულწრფელი, პროფესიონალია ამ მანქანას კიდევ სხვანაირად შეაფასებდა და არის ვიდეოები, სადაც პროფესიონალები სხვანაირად აფასებენ. როგორც უბრალოდ ავტომოყვარულისთვის, სრულიად სხვა შეგრძნებები დამიტოვა. უარყოფითი ბევრს ვერაფერს ვერ ვისაუბრებ, ერთადერთი ეს ჩინეთის კედელი იყო, რომელიც არ მომეწონა. ნუ კაპოლდერებით ცოტა ისეთი არაკომფორტულია, მაგრამ რომ გითხრათ ახლა, რომ დიდი დაბრკოლება არის თქო, ამის გამო ამ მანქანას ნამდვილად არ დავიწუნებ. მინდა აღვნიშნო გარბენი, რომ გვაქვს 22,000 კილომეტრი, რაზეც ვფიქრობ, რომ საკმაოდ ახალი და ცინცხალი არის. ღირებულებაც მდგომარეობიდან გამომდინარე
ძალიან დაბალი არის, შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მდგომარეობით რაც საქართველოში სუპრები იყიდება, ყველაზე დაბალი ღირებულება აქვს ამ ავტომობილს. მაგ საკითხთან დაკავშირებით ჯობია რომ დაგვირეკოთ და გავისაუბროთ. აღწერაში კი დავტოვებ ფას, მაგრამ თუ თქვენ დაინტერესდით ამ ავტომობილის შეძენით, ნაწყენს არ დაგტოვებთ. მოვედით დანიშნულების ადგილზე და ავხადოთ კაპოტს და ვნახოთ თუ რა გვაქვს რკინის ქვეშ. ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ შევხედოთ მაინც სიმბოლურად თუ რა ძრავადებს შიგნით. გვაქვს 3-დან 0 ტურბო ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 382 ცხენის ძალას, მაგრამ როგორც სხვა ვიდეოებში და განხილვებში, სანამ ამის გადაღებას გადავწყვიტავდით, რა თქმა უნდა, ვნახე, ქართულიც და უცხოური ვიდეოებიც ან ბლოგები 400-420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს ქარხნულ მდგომარეობაში. არ აქვს არანაირი პროგრამა ჩაწერილი, არც ცხენები და კვიცები არ აქვს მოყრილი, ყველაფერი, რასაც ხედავთ და უყურებთ და არის ყველაფერი ქარხნულ მდგომარეობაში. რაც შეეხება ვიზუალს. მინდა დავიწყოთ ცხვირით და ხედავთ თუ როგორი ბრუტალური და აგრესიულია, მაგრამ მინდა გამოვყო აქ ფარები და ეს გაბარიტები, ანუ ლინზები, ღამე ძალიან უხდება, ძალიან ლამაზი არის, ძალიან გამორჩეული არის, ფერი შესაბამისად, ანუ ძალიან დახვეწილი არის. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფერი არის, უბრალოდ ცოტა მუქი ლურჯი მიყვარს მე. რაც შეეხება გვაქვს გვერდიდან საკმაოდ ისეთი სპორტული ხასიათი, სპორტული დისკები, სპორტული საბურავები და გადავიდეთ უკანა მხარეს. უკანა მხარე ჩემთვის პირადად ცალკე ხელოვნება არის. რაც შეეხება უკანა ნაწილს, მინდა გამოვყო განსაკუთრებით ფარები, რომელიც საბოლოო ჯამში ფარებიდან გამომდინარე იქნება ძალიან ბრუტალური უკანალი. ანუ როგორი ნაწილია, იცი, იგივე უნდა იყოს წინ. აი იმდენად აგრესიული არის და იმდენად მძიმე არის, რომ გეშინია რო უყურებ. აქვე მინდა გამოვყო მაყუჩები, რომელიც არის სრულიად ქარხნული, არანაირი ნაფათურები არ აქვს ხელები და არ არის გადაკეთებული არაფერი. ხმაც აქვს საკმაოდ იდეალური და ჯდება ყველანაირ კანონის ფარგლებში. ანუ არ გაგაჩერებენ, არ წაგართმევენ მანქანას და ასე შემდეგ. მინდა დავამატო ერთი რამ, როცა ამ მანქანის ვიდეო განხილვებს უყურებდი, სათამაშო მანქანა მეგონა პირდაპირ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ფართომოცულობის არის, ანუ სიგრძეც საკმაოდ კარგი აქვს, სიგანეც და ასევე საკმაოდ კარგი სივრცე გვაქვს სალონში. იდეალურად ზიხარ, არანაირი პრობლემა არ გექნება მართვის დროს, ხედვა გვაქვს იდეალური. მინდა გითხრათ, ვის ვურჩევდი ამ მანქანის შეძენას. ვურჩევდი მშობლებს, შვილისთვის, რომელსაც სურს, რომ ყავდეს სპორტული მანქანა და თქვენ ამაზე ნერვიულობთ. ამ მანქანამ დამარწმუნა, რომ აქვს BMW-ს კუნთები და Toyota-ს სანდოობა. მეორე ვურჩევდი იმ ადამიანს, ვისაც სურს, რომ ყავდეს სპორტული მანქანა ყოველდღიურობისთვის, რადგან საწყობს მოიხმარს ქალაქში დაახლოებით 12-13 litrას, რაც პირადად ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. გეტყვით იმას, რომ ჩვენ მსგავსი ტიპის ვიდეოების გადაღებას ვაპირებთ და მივმართავ იმ ავტოსერვისებს, ვინც ითანამშრომლებს ჩვენთან. ანუ ჩვენს მიერ გადასაღებ ავტომობილს მოგიყვანთ, შეგვიმოწმებთ და ჩვენ ყველა ამ პროცესს გადავიღებთ. მანქანის შეძენით დაინტერესებულ პირს ავუხსნით თუ რას, რატომ უნდა მიაქციოს ყურადღება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელ ავტოსერვისს მიმართოს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე ბექა ხიზანიშვილი ვარ, პროფესიით უძრავი ქონების და გაყიდვების ექსპერტი და საინტერესოა მოძრავი ქონების გაყიდვა როგორ გამოგვივა. ამიტომ თხოვნა მექნება, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიტოვოთ კომენტარი თუ მოგეწონებათ ვიდეო და გავაგრძელოთ თუ არა მსგავსი ვიდეოების გადაღება და ასევე დაგვილაიქეთ ვიდეო. ხო და რომ არ დამავიწყდეს, ეს სახასიათო ნომერი, ზამთრის საბურავები და 50 ლიტრი პრემიუმ საწვავი საჩუქრად მოყვება მანქანას.